მოგესალმებით, მე გახლავართ ჯემალ ზაგანია, სპორტის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი. როგორ დაიწყო ოლიმპიური თამაშების ისტორია ძველ საბერძნეთში? სასწაული ისტორია აქვს საერთოდ, იმიტომ რომ 3000 წლოვანი ისტორიის არის ეს თამაშები და ჩვენ წელს აღრიცხავდნენ პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 776 წელს, რომელიც მიეძღვნა ღმერთ ზევსს და ეს ალბათ ერთადერთი ღონისძიება მსოფლიოში კაცობრიობის მიერ მოგონებული, რომელსაც ამდენი ხნის ისტორია გააჩნდა. ის თითქმის 12 საუკუნის მანძილზე და ზუსტად უგნება 1170 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იმართებოდა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ და მისი მასშტაბურობა იყო ძალიან სასწაული, მაგრამ ერთი თანამედროვე ოლიმპიური თამაშებიდან განსხვავებით ძველ ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებს ჰქონდა ერთი განსაკუთრებული მიმართულება ის, რომ მასში ოდითგანვე მონაწილეობდნენ მხოლოდ ბერძნები. თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებში კიდე მთელი მსოფლიო, ანუ 5-ვე კონტინენტის სახელმწიფოები ღებულობდნენ მონაწილეობას და ამით მას მიეცა საერთაშორისო მიმართულება, რომელიც არ ჰქონდა ძველ ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებს. თუმცა თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელ კირ დე კუბერტენს რა თქმა უნდა აღებული ჰქონდა ეს ყველაფერი ძველ ბერძნული ოლიმპიური თამაშებიდან და რაც კი გააჩნდა დადებითი ყველაფერი გადმოიტანა თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებში.